მოგესალმებით მეგობრებო, მოგეხსენებათ მე ვარ ინგა ბლესი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და დღეს ვისაუბრებთ პროგრამაზე, დღეს წარმოგიდგენთ პროგრამას რელაქსი და დასვენება. თითქოს ისეთი თემა, რა კარგია დასვენება, ყველამ ვიცით რომ კარგია რელაქსი და კარგია დასვენება, მაგრამ თანამედროვე ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს თუ უმეტესობას არა, აწუხებს ქრონიკული დაღლილობა. უჭირს ჩაძინება. დარღვეული აქვს ძილ-ღვიძლის რეჟიმი. შეიძლება ღამე ეძინოს ადამიანს, მაგრამ დილით იღვიძებს უკვე დაღლილი და გამოუძინებელი. ასევე თუ კი გაწუხებთ შინაგანი დაძაბულობა, შინაგანი შფოთვა, თუ ყველაფერს ჩქარა მოსწრებაზე აკეთებთ, მაშინაც კი, როდესაც არ არის აუცილებელი სიჩქარე. თუ კი ჯანმრთელობა, გრძნობთ რომ ჯანმრთელობა გღალატობთ, სხეული აგიბუნდდათ, ხან აქ, ხან იქ რაღაც გაწუხებთ, მაგრამ ამავ დროს ექიმები ზუსტ დიაგნოზს ვერ სვამენ. რაშია ამ შემთხვევაში საქმე და რატომ ხდება ეს? და კიდევ, როგორც წესი, აი ამ სიმპტომებს და გადაღლილობას საბოლოო ჯამში მოყვება უხალისობა, სიცოცხლის ინტერესის დაკარგვა და როგორც წესი დეპრესია და ნევროზი. რატომ ხდება ეს? თანამედროვე ადამიანების უმრავლესობამ ან არ იცის როგორ უნდა დაისვენოს, ან თავს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მოეშვას, დაისვენოს, თავს არ აძლევს ამის უფლებას. შინაგანი ხმა მას მოუწოდებს, რომ მიდი, უნდა იმუშაო, თუ გინდა წინსვლა, თუ გინდა მიღწევა, თუ გინდა თვითგადარჩენა და ასე შემდეგ, ხო? ის კი, ვისაც გონია, ხო, ადამიანების უმრავლესობას გონია, რომ იცის დასვენება, მაგრამ ამავ დროს მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობა არასწორად ისვენებს, იმიტომ რომ ტელევიზორთან, კომპიუტერთან ჯდომა ეს არ არის დასვენება. დასვენება არ არის კეიფი, ალკოჰოლის მიღება, ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება. ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი ჩვენთაგანი იმისთვის რომ დაისვენოს და მოეშვას, სწორედ აი ამ არასწორ მეთოდებს მიმართავს ხოლმე. და უყურეთ რა ხდება აი ამ არასწორი დასვენების შემთხვევაში, დასვენება ბრჭყალებში, ხო, იმიტომ რომ ეს სინამდვილეში დასვენება არ არის. არ ხდება რეალური განტვირთვა, არ ხდება ჩვენი ნერვული სისტემის მართლაც დასვენება და შესაბამისად ძალების აღდგენა. და ნელა-ნელა ადამიანი მიდის აი ამ არასასურველ მდგომარეობამდე და იმ სიმპტომებამდე, რაც მე ჩამოვთვალე. თანაც უყურეთ რაშია საქმე, როდესაც ადამიანი არის 15, 20, 25 წლის, ის ცხოვრობს ენერგიის მეტობის რეჟიმში. ანუ ენერგია უფრო მეტი გვაქვს, ხო, 30 წლამდე ასაკში, 28-30 წლამდე ასაკში, ენერგია გვაქვს მეტობით, უფრო მეტი, ვიდრე ეს გვჭირდება ჩვენი ცხოვრებისთვის, საქმეებისთვის, მიღწევებისთვის და ასე შემდეგ. თქვენ იცით ბავშვები, ვისაც გყავთ, რაოდენ ენერგიულები არიან ისინი, რამდენ ენერგიას ხარჯავენ, რამდენს მოძრაობენ და მაინც არ იღლებიან და ნებისმიერ უფროს ენაგადმოგდებულს დატოვებენ, რომ იტყვიან, ხო? ხოლო 30 წლის შემდეგ ადამიანი ნელ-ნელა გადადის ენერგიის ნაკლებობის რეჟიმში და იმისთვის რომ აღიდგინოს ენერგია, მას უკვე სჭირდება სწორი დასვენება, საკუთარ თავზე ზრუნვა, სწორი რელაქსაცია და არ იფიქროთ, რომ ეს ფუფუნებაა. რელაქსაცია და დასვენება არის ისეთივე მნიშვნელოვანი სფერო ჩვენი ყოფა-ცხოვრებისა, როგორც ვთქვათ, ურთიერთობები, როგორც კარიერა, როგორც ფინანსები, ანუ სრულფასოვანი და ყველა დანარჩენ სფეროში რომ ვიყოთ წარმატებული, ამისთვის საკმაოდ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ ჩვენს დასვენებას და რელაქსაციას და სწორად უნდა გავაკეთოთ ეს. ესე იგი, გთავაზობთ პროგრამას, თვენახევრიანი პროგრამა, რომელიც შედგება 18 ვიდეოსაგან, პროგრამა რელაქსაცია და დასვენება, რელაქსი და დასვენება, ასე ქვია. ეს არის ტრანსფორმაციის 100 დღის დამასრულებელი ნაწილი, მოგეხსენებათ ჩვენ თითქმის ალბათ უკვე 1 წელია, რაც ტრანსფორმაციის პროგრამას გავდივართ, 1 წელი არა, მაგრამ
9 თვე კი იქნება. და ეს არის დამასრულებელი ნაწილი. ეს თვენახევრიანი პროგრამა 18 ვიდეო ეღირება სასაცილო ფასი 40 ლარი, ასე რომ ყველასათვის ხელმისაწვდომია, მით უმეტეს რომ ამ ფასიდანაც იქნება ფასდაკლებები. ფასდაკლების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ვიდეოს ზემოთ ტექსტში იქნება მითითებული და იქ ნახოთ. გაჩნია რა დროს იყიდით, შეიძლება იყოს ფასდაკლება, შეიძლება არ იყოს, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს პროგრამა შეიძინოთ, შემოუერთდეთ და მიიღოთ ის ენერგია, ის ინფორმაცია, ის ტექნიკები, რაც ამ პროგრამით არის გათვალისწინებული. ვინც ამ პროგრამაში ჩაერთვება, ვინც სრულფასოვნად გააკეთებს ტექნიკებს, რას მიიღებს ის? რას მიიღებს და ჩამოკარგება, ესე იგი, ძილღვიძილის რეჟიმი გამოსწორდება, დაგილაგდებათ, ხო? შეძლებთ სრულფასოვნად ძალების აღდგენას ძილის დროს. თქვენ გექნებათ სპეციალური ტექნიკები ძილის წინ მოსასმენი, რომელსაც იძინებთ და მიდიხარ ღრმა ძილში ტექნიკის მოსმენისას, თავისი მუსიკით, ტექსტით, რა თქმა უნდა, ჩემი ხმით. ასევე გექნებათ ინფორმაცია, მეცნიერულად დამტკიცებული ინფორმაცია თუ რატომ არის საჭირო სწორი დასვენება, სწორი რელაქსი. და კიდევ ბევრი პატარ-პატარა ნიუანსები ინფორმაციის, ტექნიკების სახით, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ აღიდგინოთ თქვენი სასიცოცხლო ძალა, რომ თქვენ მოახერხოთ დღის განმავლობაში, დღე-ღამის განმავლობაში, ღამის განმავლობაში სწორად დასვენება და ძალების აღდგენა. დაიბრუნოთ თქვენი ხალისი, ჯანმრთელობა და შრომის უნარიანობა. შემოუერთდით პროგრამას რელაქსი და დასვენება. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.